საღამო მშვიდობისა. ეთერშია გადაცემა ჩვენ. მე თამარ ჩიქოვანი ვარ. დღეს ჩვენ ეკოლოგიაზე ვისაუბრებთ. უფრო ზუსტად იმაზე, როგორი დამოკიდებულება გვაქვს ბუნებასთან. ჩვენი სტუმარია ნაირა გელაშვილი. ქავდნარე, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩემი სტუმარი ხარ. სხვათა შორის ჩვენი ბოლო სატელევიზიო გადაცემის შემდეგ თქვენ ბრძანეთ, რომ ძალიან ბევრი სხვა თემაა სალაპარაკო და ჩვენ გვიხდება საუბარი არანაკლებ მნიშვნელოვანი თემაზე, მაგრამ ბევრი მნიშვნელოვანი თემა გვრჩება თითქოს და ყურადღების მიღმა. ამ დღეებში აღმოვაჩინეთ ჩემს ბიბლიოთეკაში კიდევ ერთხელ გადავხედე თქვენი წიგნის სრულად არაჩვეულებრივი ტრაგიკული გრადაცია და იცით რა გამაოგნა, თქვენ წერთ იმაზე 20 წლის წინ იმ პრობლემებზე, რომელიც დღესაც პრობლემებად არის დარჩენილი. გულისხმობ დიდ მშენებლობებს, დიდ ჰესებს, რაღაცა რკინიგზის მაგისტრალებს და ასე შემდეგ, რომელიც ანგრევს არა მხოლოდ ბუნებას და ეკოლოგიური პრობლემები, არამედ ჩვენ სულიერებასაც ძალიან დიდ რაღაცა დარტყმის ქვეშ აყენებს. რატომ ვერ ვისწავლეთ 20 წლის განმავლობაში და 22 წელიც კი არის გასული, ვერ ვისწავლეთ ბუნებასთან ურთიერთობა? რატომ გვაქვს იგივე პრობლემები დღეს? მე მინდა მცირე ციტატა წავიკითხო მიხეილ სააკაშვილის გამოსვლიდან, რომ მომავალი წელი იქნება დიდი ჰესების მშენებლობის დაწყების წელი. დაიწყება ნესკრას, ხუდონის და ალბათ ნამახვანის და სხვა ჰესების მშენებლობა. ისევ ხუდონ ჰესი. ეროვნული მოძრაობა ხუდონ ჰესის მშენებლობის გამო აზვირთდა და გახდა ძალიან მასობრივი. რატომ ვართ ისევ იქ, სადაც ვართ? ხო, ჯერ ის პერიოდი გავიხსენოთ თამუნა და ჯერზე ძალიან კარგია რომ თქვენ ეს თემა ესე გაღელვებთ და წამოსწიეთ წინ, იმიტომ რომ რასაც მე ვუყურებ, ეს რეაქცია აი ამ საშინელ საფრთხეზე, რასაც გვიქადის ეს გიგანტური ჰესების მშენებლობა, არის ძალიან პასიური საზოგადოების მხრიდან, ჟურნალისტების მხრიდან. ჩანს რომ ის ცოდნა, რომელიც დაგროვდა 90-იან წლებში, დაიკარგა. ის თაობაც წავიდა, დაიღალა თუ გაქრა, რომელიც იყო მატარებელი ეკოლოგიური ცოდნისა. და სწორედ იმ 90-იან წლებში და 80-იან წლებში ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემის აზრით მთელი ანტიკომუნისტურ საზოგადოებრივ მოძრაობაში ყველაზე წარმატებული და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სწორედ ეკოლოგიური მოძრაობა, ეკოლოგიური საპროტესტო მოძრაობა, რომელიც ჯერ შეიქმნა რუსთაველის საზოგადოებასთან ეკოლოგიური განყოფილება ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით, მისი უშუალო ინიციატივით და მთელი ძალისხმევა იყო სწორედ ზურაბ ჟვანიასი და შემდეგ ეს გადაიზარდა უკვე ჯერ მწვანეთა მოძრაობა და შემდეგ მწვანეთა პარტიად. და აქ მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მაშინდელი საზოგადოების მენტალურ სივრცეში სწორედ ზურაბ ჟვანიამ და აი ამ საზოგადოებამ მოახერხა ახალი ღირებულებების შემოტანა. ანუ დასავლეთის ყველაზე კეთილშობილური იდეის, ყველაზე ისეთი რაც ადამიანის, ესე იგი, რაც განსაზღვრავს ადამიანის სისრულეს, შინაგანს, მის აბსოლუტურად სრულ მიმართებას სამყაროსადმი, ეს არის სწორედ ეკოლოგიური იდეა. ესე იგი, აი მან დაამკვიდრა სწორედ ეს და ჩვენ მაშინ ერთად ვიყავით და ასე ვთქვათ, მე ვასრულებდი რაღაცნაირი ესეთი სოფხედველობას ვქმნიდი და სწორედ იმ წერილებით, რომელიც შესულია მაგ წიგნში, ჩვენ მუშაობდით საზოგადოებრივ ცნობიერებაზე, რომ გასაგები გამხდარიყო ადამიანებისთვის, რატომ არ შეიძლება ბუნებაში ასეთი უხეში ჩარევა, ასეთი სასტიკი და დაუნდობელი და რა საშინელი შედეგები მოიტანა ამან უკვე კაცობრიობისათვის და რას მოიტანს შემდეგში. ეს მუშაობა, ძალიან ბევრი ენერგია წაიღო ამან, მაგრამ იყო წარმატებული, იმიტომ რომ ჯერეთი მთელი საზოგადოება იყო კონსოლიდირებული სწორედ ამ სფეროში და არა სხვაგან. პოლიტიკურ სივრცეში იყო საშინელი დაპირისპირებები, მაგრამ ეკოლოგიურ სივრცეში იყო საოცარი ერთიანობა. ამან გამო აქ იყო ინტელიგენციაც, აქ იყო დისიდენტებიც, აქ იყო ახალგაზრდობაც და ყველა, რომელიც
და ეს მთელი ეს საზოგადოება იყო აბსოლუტურად სწორი და კეთილშობილური იმპულსით ანთებული და გადაეფარა თავის მიწა-წყალს. გადაეფარა იმ ტრანსკავკასიის ესა რკინიგზის მიერ უკვე დაწყებულ აოხრებას ეს არაგვის ხეობისას ეს რომ გაკეთებული იყო ეს საშინელი პროექტი, ნუ აი წარმოუდგენლად საშინელი, უმეცარი და ჩლუნგი რაც იყო ტრანსკავკასიის რკინიგზა მე არ ვიცით რა მოხდებოდა საერთოდ და გაჩერდა ეს ასეთი უზარმაზარი წამოწყება რომლის და შემდეგ უკვე ხუდონ ჰესი ესე იგი ამ დიდი მშენებლობების ირგვლივ და ირგვლივ მაშინაც და ეხლაც გაერთიანებული იყო სწორედ აი ეს მაფიოზური ძალები. ანუ ის ძალები, ის ჭრდილოვანი ეკონომიკა მაშინაც და ეხლაც, რომელიც უზარმაზარ ფულს აკეთებს თავისი ჯიბისთვის, ასეთი დიდი მშენებლობისთვის, სადაც ამხელა ფული ტრიალებს. ეს ძალიან საშიში ძალები იყო მაშინაც და ეხლაც. იმდენად რომ როდესაც ჩვენ მუშაობდით ამ პროექტების წინააღმდეგ, განსაკუთრებით სხვათა შორის ხუდონ ჰესისთან დაკავშირებით ვამბობ. მე ამას ჩემთანაც რეკავდნენ და ზურასთანაც რეკავდნენ გაურკვეველი პირები და გვემუქრებოდნენ მოკლით, აფეთქებით, ძირფესვიანად ამოთხრით და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ამ ხუდონ ჰესის მშენებლობა დაწყებული იყო უკვე და მილიონები იყო გაფლანგული იყო, შეჭმული და ჯიბეში ჩადებული. იქ როგორც ყველა დიდ მშენებლობაზე იპარავდნენ სამშენებლო მასალას და ასე შემდეგ, ხო ვიცით როგორც შენდებოდა საბჭოთა კავშირში, მაგრამ მაშინ უფრო უკეთესად შენდებოდა ვიდრე დღეს, როგორც აღმოჩნდა. და ასე შემდეგ. და მიუხედავად აი ამ საშინელი წინააღმდეგობებისა, აი ამ საზოგადოებრივ ერთიანობამ გაიმარჯვა და გაჩერდა ეს მშენებლობა. არ დარჩენილა იმ დროის არც ერთი დიდი მეცნიერი, დიდი და პატიოსანი მეცნიერი, ნამდვილი პროფესიონალი თავისი საქმის, სეისმოლოგი, ბიოლოგი, გეოლოგი, ჰიდროლოგი, რომელსაც არ მოეწეროს ხელი ტრანსკავკასიის რკინიგზის წინააღმდეგ და ხუდონ ჰესის, რომ ამის აშენება არ შეიძლებოდა და ეს იყო ძალიან დიდი და დამღუპელი შეცდომა. და აი სწორედ ამ ერთიანობამ მაშინ გაგვამარჯვებინა. ეხლა მე ერთხელ ხო ტექნოკრატიამ გაიმარჯვებდა, თქვენ ერთ-ერთ სტატიას, რომელიც ზუსტად აი ამ მასშტაბურ მშენებლობებს, ჰიდროსადგურების მშენებლობებს ეხება, ქვია ტექნოკრატია, ეკოლოგია, პოეზია. ტექნოკრატებმა გაიმარჯვეს, შეიძლება რომ რეაქცია პრინციპში საზოგადოებაში დღეს მეცაც ვიტყვი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით 2015 წლისთვის აშენებული იქნება 17 ახალი ჰესი და მშენებლობაში იქნება კიდე 13, ანუ 30 ახალი ჰესი. მე გეტყვით რომ ესე იგი აი შთაბეჭდილება ისეთია რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა არც ერთი დანაშაული არ დატოვოს ჩაუდენელი. ეს არის ისეთი დიდი მასშტაბის დანაშაული, ეს რომ მოხდეს, ეს არ უნდა მოხდეს. ეხლა მინდა ახლა განვაცხადო და მიმართო მთელ საზოგადოებას და ვისარგებლო ამ სიტუაციით. არ უნდა აშენდეს ხუდონ ჰესი. არ უნდა აშენდეს არც ერთი გიგანტური ჰესი. ჩვენ ეს არის ანტიმეცნიერული, სრული უმეცრებიდან ამოზრდილი გადაწყვეტილება და რაც მთავარია, ამის ერთადერთი იმპულსი არის მხოლოდ ფულის შოვნა. ფულის შოვნა და სხვა არაფერი. მე აქ სხვას ვერ ვხედავ. იმ ადამიანებისა და იმ ძალების მიერ წამოწყებული, დამღუპველი სრულიად პროექტები რომლებიც არ აპირებენ ამ ქვეყანაში ცხოვრებას, რომლებიც აპირებენ მოასწრონ თავიანთი ხელისუფლებაში ყოფნის ვადა ბოლომდე გამოიყენონ, რაც კი შეიძლება ყველაფერი გამოწურონ ამ გაუბედურებულ ქვეყანას, ფული იშოვნონ და მე აქედან წავიდნენ. მე ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, იმიტომ რომ ამას თუ ეს დაფინანსდა, რა თქმა უნდა, აქ იქნება დიდი ფული და ისიც უნდა იცოდეს მოსახლეობა, არავითარი სარგებლობა ხუდონ ჰესიდან არ ექნება საქართველოს. არც ერთი კაპიკი. ეს ელექტრონი არ გვჭირდება ჩვენ და არ არის ჩვენთვის. გასაყიდად არის გამიზნული, არ დაიჯეროს ხაიშის მოსამხელეობამ, რომ მათ ვინმე რაიმე კომპენსაციას მისცემს, ნამდვილად ვიცი რომ არ მისცემენ. არც ყველაფრის გარეშე დატოვებენ, როგორც დატოვეს ლტოლვილები და როგორც ლტოლვილებს ექცევიან, ისე მოექცევიან მათაც. მაგრამ მე რა მინდა თქვა, რომ ამასთან და ვინ წყვეტს ამას? სად იყო ეს კომისია ეკოლოგების, მეცნიერების, ჰიდროლოგების, ვინ გამოიტანა დასკვნა? ან ვინ გააუქმა მაშინდელი დასკვნა, რომელიც იყო საუკეთესო მეცნიერების მიერ შემუშავებული ხუდონ ჰესთან დაკავშირებით? ვინ იღებს გილაური, რა იცის გილაურმა საერთოდ ამ სფეროსი?
რისი სპეციალისტია საერთოდ? ვინ იღებს დასკვნას? ახო, ერთი არის და მე მაშინაც გავემეორო და ეს ცნობილი ამბავია, რომ როგორ უნდა აშენდეს კონკრეტული რაღაცა ნაგებობა, ეს არის იმის სპეციალისტის საქმე, დაუშვათ, ხო? მაგრამ ის ნაგებობა, რომელიც წარმოადგენს უხეშ შეჭრას ბუნების ცოცხალ ორგანიზმში, რა გავლენას მოახდენს ბუნებაზე და ადამიანზე, ეს არის ჰუმანიტარული საქმე. ეს არის ჰუმანიტარული სფეროს წარმომადგენელთა ყველაზე დიდი კომპეტენცია. ამას ესე იგი შეიძლება ყველაზე კარგად პოეტმა იგრძნოს ეს და ამაზე მქონდა სწორედ მან ლაპარაკი, იმიტომ ქვია ტექნოკრატია, ეკოლოგია, პოეზია. ეხლა ეს პოეზია ყოფიერების სამკაული გონია ხალხს, თუ არის, თუ არ არის და არ არის. პოეზია ჰაიდეგერის განმარტებით, ეს არის საგანთა არსის სიახლოვით და ღმერთის პირისპირ დგომა და საგანთა არსის სიახლოვით გათანგულობა. მეორე დიდი მოაზროვნის აზრით, რაც უფრო მეტია პოეზია, მით უფრო მეტია სიახლოვე ჭეშმარიტებასთან. პოეზია ეს არის სხვა დიდი მოაზროვნის აზრით, პოეზია ეს არის უმოკლესი გზა ნაწილი და მთელისაკენ. მაშასადამე ის პოეტური სულის ადამიანმა ყველაზე კარგად იცის რა არის გასაფრთხილებელი, რა არის ძალიან ფაქიზი, რისი არ შეიძლება ხელყოფა. ვაჟაფშაველაზე, ვაჟაფშაველა ყავდეს შენ. ადამიანი მართლა ბუნების მესია, ბუნების მესაიდუმლო და მესიტყვე. სოფლიო მნიშვნელობის პიროვნება, რომელიც ჩვენ შეცნობილი ბოლომდე არ აყვავს. ვაჟაფშაველა ყავდეს იმან და იმისი მემკვიდრე ხარ თუ ვისი მემკვიდრე ხარ, ბარბაროსებისა და მხეცების. ხო უნდა ერთხელ და სამუდამოდ აირჩიო და გადაწყვეტო ვინა ხარ, ვისი მემკვიდრე ხარ, შლის ნუკრის, ის ხმელიწიფელის, ეს მოგცა შენმა წინაპრებმა, შენმა სულიერმა წინაპრებმა დაგიტოვეს უსარმაზარი მემკვიდრეობა, არავისგან რო არაფერი არ გესწავლება. ევროპა არ უნდა გვასწავლდეს ჩვენ რა არის ეკოლოგია, რა არის ბუნების სიყვარული, რა არის ეს რა კავშირი ადამიანსა და ბუნებას შორის. ჩვენ იმდენად დავკარგეთ საკუთარი სიმდიდრისა და მემკვიდრეობის შეგრძნება, იმდენად ჩვენი თავი ამოვიგდეთ საშინელ ზედაპირზე და რაღაც შუშაზე, ხო? რომ ყველაფერი სხვისგან უნდა გვისწავლოთ ჩვენ. აი ეს იყო დაძლეული მაშინ 90-იან წლებში, როდესაც ჩვენ აღვადგინეთ სულიერი კავშირი, დროთა კავშირი, აღვადგინეთ სწორედ ვაჟასთან, ილიასთან და ყველა იმასთან, ვინც გვაწვდის ამ უზუსტეს ინფორმაციას. როგორ ფიქრობთ, ყვარლის მთები რო არ იყოს, ის ბრწყინვალე ლექსი დაიწერებოდა. ეს მდინარეები ყველა თუ დააგუბე და მდორეთ იმას წუმპეთ და ჭაობათ აქციად, როგორც მოექცნენ ენგურხეს და რაც გვაქვს ენგურს და რაც გვაქვს ახლა ჩვენ ენგურის სახით, ლექსები გაჩნდება, პოეტები დაიბადებიან, ჩვენი გარდა იმისა, რომ ბუნება იღუპება და ჩვენც მასთან ერთად ვიღუპებით, ხო? გარდა ამისა, კულტურული გადაგვარება ხდება ადამიანის. ამაზე შესანიშნავად წერდა შესანიშნავი ფილოსოფოსი ზურაბ კაკაბაძე, რომელიც ადრე გარდაიცვალა ჩვენ და საუბედუროდ. და საოცარი ის არის, რომ იყვენ ადამიანები, რომლებმაც მაშინვე მოგცეს ეს გაფრთხილება. არაჩვეულებრივი წერილები აქვს ფილოსოფოს ზურაბ კაკაბაძეს, რომელიც პირდაპირ წერს, ჩვენ ვერ გავიზიარებთ ტექნიკის ფეტიშიზაციის კურსს, ჩვენ ვერ გავიზიარებთ კულტს ტექნიკისას, რომელმაც დაღუპა ევროპის საუკეთესო ლანდშაფტები უკვე ჩვენ ამის გვაფრთხილებდა სწორედ. რომ აღრაფერებ თქვათ იმ არაფორმალ ლიდერებზე, რომლებიც ხუდონ ჰესის წინააღმდეგ დიახ, მე ამას ვამბობ, რომ ყველანი ერთად ვიყავით მეთქე ხო მაშინ. ეხლა კიდე და მე აი სწორედ მაგასთან დაკავშირებით რა მინდა გითხრათ, რომ დღეს ესე იგი რაზე არის გათვლილი ხელისუფლებას, რის იმედი აქვს, რომ ამ 20 წლის მანძილზე განსაკუთრებით სწორედ მათი წყალობით და მათ ხელში მოხდა დეგრადაცია მოსახლეობისა, სულიერი დაცემა მთლიანად, გამოთაყვანება, ისეთი დასუსტებული, დაძაბუნებული, გაღატაკებული და გაუბედურებულია, რომ არავის არ ექნება რეაქცია არაფერზე. გინდა ხუდონ ჰესი ააშენე, გინდა ეს დააქციე, დაანგრიე, ააფეთქე, აგერ ყოველს თვარწინ ვერის ცოცხალი მდინარე დამარხეს მაშინ ცემენტში და ბეტონში და ხალხმა წინააღმდეგობა არ გაუწია. ამაზეა გათვლილი და ეს დაძაბუნებული, დაჩეჩანაკებული მოსახლეობას ყველაფერი შეგიძლია ეხლა გააკეთო და გაუბედო. აი სწორედ ამ გაბედვას ვგრძნობ და ხედავთ თქვენს ამ ყველაფერს, რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ.
ხო? მაგრამ ესე იგი აგვირგვინებენ იმ დანაშაულებების წყებას, რითაც აღიბეჭდა მათი მოღვაწეობის პერიოდი ხელისუფლების. დანაშაულთა წყება არის ეს. აგვირგვინებენ წარმოუდგენელი მასშტაბის დანაშაულით. იმიტომ რომ ნახევარი ხალხიც რო გაწყვეტონ, ნახევარი ხალხმა შეიძლება გადაირჩინოს თავი, აღსდგეს, გაძლიერდეს, გამრავლდეს და შეინარჩუნო ქვეყანა და ერი. მაგრამ ბუნება თუ განადგურდა, ის დაღუპულია ის ქვეყანა. ეს არის რომ გემი ჩაიძიროს თავის მგზავრებთან ერთად. ეს შეუქცევადი პროცესებია. მკვდარი მდინარე, აფეთქებული მთა და ასე შემდეგ. ეს არის შეუქცევადი პროცესები. ეხლა თამუნა მე ნება მიბოძეთ, წაგიკითხო, მეცნიერული დახასიათება, რას ნიშნავს დიდი წყალსაცავი. და რა შედეგები შეიძლება მოიტანოს მან და მოიტანოს შეიძლება კი მოაქვს ესე. აი ხა მე წაგიკითხავთ ამას. მთიან რეგიონებში დიდი წყალსაცავების შექმნისას განსაკუთრებით მწვავედ დგას გარემოსთან მათი შეთავსების საკითხი. ყოველი ახალი წყალსაცავი მოქმედებს არა მარტო ფიზიკურ გეოგრაფიულ გარემოზე, ბუნებრივ რესურსებზე, არამედ დასახლებული პუნქტების სანიტარულ მდგომარეობაზე, ლანდშაფტის ცვლილებაზე და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით იწვევს მოცემულ რაიონში სოციალურ, ეკონომიკურ, ბიოლოგიურ, გეოქიმიურ და სხვა სახის ცვლილებებს. წყალსაცავების მოწყობის შედეგად აკვატორიაში მატულობს რადიაციული ბალანსი. ჰაერის ტემპერატურა გაზაფხულზე და ზაფხულის პირველ ხანებში დაბლა იწევს. იზრდება ჰაერის ტენიანობა, მცირდება ნალექების რაოდენობა უშუალოდ აკვატორიაზე, მაგრამ შეიძლება მათი გაზრდა მეზობელ ტერიტორიებზე. მთლიანად იღრმება ეკოლოგიური ბალანსი. წარმოიქმნება ნისლების სპეციფიკური ფორმები, იზრდება წყალსაცავის ზედაპირიდან აორთქლება და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა დავუკვირდით რაღაც უმთავრეს, რაც ჩვენთვის როგორც სეისმურად აქტიური, სეისმურად საშიში რეგიონისათვის არის აბსოლუტური დამღუპველი, გამოწვევა სამყაროს ძალების, რომლებიც კარგი ხანია გვითმენენ სხვათა შორის და ეს მიწისძვრები გარშემო ტრიალებს ჩვენს გარშემო. დიდი წყალსაცავების ხელოვნურად შექმნა ხშირად იწვევს აღძრულ მიწისძვრებს. ასეთ მიწისძვრები შეინიშნებოდა ისეთ კაშხლებზე, როგორიც არის კოინა, კარიბა, კრემასტა, მიდი, ვაიონტი, მონტენარი. 1980 წელს ლონდონში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის მონაცემებით დადგინდა, რომ 226 შესწავლილი დიდი კაშხლიდან 64 კაშხალზე ადგილი ჰქონდა აღძრულ მიწისძვრას. ასეთი მიწისძვრებით გამოწვეული ზარალი არაფრით ჩამოუვარდება ჩვეულებრივი მიწისძვრებით მიყენებულ ზარალს. მსოფლიო პრაქტიკა ბევრი ისეთ მაგალითს იცნობს, როდესაც გიგანტური ჰესების არასაიმედო მუშაობა იწვევდა არა მარტო მნიშვნელოვან ზარალს, არამედ ადამიანურ მსხვერპლსაც და ეროვნულ უბედურებასაც. ამჟამად ყოველწლიურად აღირიცხება კაშხალთა დანგრევის 3 და ავარიების 10 შემთხვევა. აი ესეთი არის წყალსაცავები, დიდი წყალსაცავები, რომლებიც ისედაც საქართველოს ტერიტორიაზე იმაზე მეტია, ვიდრე შეიძლება აიტანოს. როგორიც არის ჟინვალის წყალსაცავი და ენგურჰესის, ეს ორი დამოკლეს მახვილი არის. და ღმერთმა დაიფარო საომარი მოქმედებების დროს, რა შეიძლება მოხდეს მათი დაბომბვის შემთხვევაში, რა შეიძლება მოხდეს თუ ეპიცენტრი იქნება იქ, როდესაც იქნება მიწისძვრა. ჩვენ ხო ვართ მთლიანად განწირულები, ხო? და ამასთან დაკავშირებით, სწორედ თქვენ ახსენეთ, რომ აი მე ვთქვი, რომ ჩვენ მაშინ ყველანი ერთად ვიყავი და ეს არის სფერო, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს ეხლაც. მე წაგიკითხავთ ერთ ლექსს და ჯერ არ გეტყვით, ვინ არის მისი ავტორი. საუკუნე უახლესი. ამენგურჰესით და ჟინვალჰესით სურთ საქართველოს აუგონ წესი, ჩვენს ბრგეციხეებს, ტანკენარ ტაძრებს ეს საუკუნე სპობს უახლესი. მალე გვექნება მინაძე ჰესი, დაშლის ვარძიას, ზარზმას და ხერთვის, გმინვა გოდება ჯავახის, მესხის, აბობოქრებულ ტალღებს შეერთვის. ამ ხუდონ ჰესით, ნამოხვან ჰესით, სვანეთს და ლერჩხუმს სურთ დასცენ მეხი, რომ სამუდამოდ ჩვენს მთიანეთში ამოუკვეთონ ქართველ კაცს ფეხი. ამენგურჰესით და ჟინვალჰესით სურთ საქართველოს აუგონ წესი, თან გვარწმუნებენ იცავსო ძეგლებს ეს საუკუნე უდიადესი.
და აი ეხლა ამ ლექსის ავტორი გახლავთ ზვიად გამსახურდია. და საქმე ის არის, რომ ზვიად გამსახურდიასადმი ჩემი დამოკიდებულება და ზვიადიზმისადმი და იმ პროცესებისადმი ყველა მიცის, რომ არის სრულიად კრიტიკული. და მე ამას ყოველთვის ლაპარაკობ. მაგრამ ზვიად გამსახურდიას, როგორც პიროვნებას, ჰქონდა თავისი ძლიერი მხარე და არსებობდა ის სფერო, სადაც ის იყო ძალიან კომპეტენტური. ეს იყო მისი ჰუმანიტარული განათლება და ეკოლოგიური განათლება, თეოლოგიური განათლება. ჩვენ ამხანაგები ვიყავით და ერთ წრეში ვტრიალებდით. ამიტომ მე ძალიან კარგად ვიცი, რასაც ვამბობ. ამიტომ ამ სფეროში ის იყო შეუმცდარი. გესმით, ეკოლოგიურ სფეროში. და ეხლა მე მიმართავ ზვიადის მომხრეებს. და რომლებიც მას ერთგულებენ დღემდე. იმ ადამიანებს კი არ უნდა დასდევდეთ მოსაკლავად და ლანძღოთ და თათხოთ, ვინც მას სამართლიანად აკრიტიკებენ როგორც პოლიტიკოსს. თქვენ უნდა იყოთ იმ მაღალი იდეალების ერთგული, რომლებიც ერთგულიც იყო ზვიად გამსახურდი. ადამიანი წინააღმდეგობრივია, ერთ სფეროში ის არის და ცდება უპატიებლად, მეორე სფერო კარგად ესმის. აი ამ სფეროში, აი ეს ლექსი, რასაც პირდაპირ არის პროგრამა, ხო? პატარა სახატოვნად მოცემული პროგრამა. მოდით ყველანი ვიყოთ აი ამ იდეალის ერთგული, რომ არ დაუშვათ გიგანტური ჰესების აშენება საქართველოში. ეს კაცი, ეს მე ძალიან კარგად ვიცი, აი ამ სფეროში აბსოლუტურად ერთად ვიყავით, მე და ზვიად გამსახურდია და ძალიან ერთად ვოცნებობდით იმ წრეში, როგორ შევქმნით აყვავებულ საქართველოს, რომელიც იქნებოდა ბაღნარი, წყალკოტი იქნებოდა, ქალაქები სავსე იქნებოდა პარკებითა და ბაღებით. აყვავებული იქნებოდა სოფლის მეურნეობა და ასე შემდეგ, ასეთი ოცნებები გქონდა ჩვენ. ვიდრე ეგ მოვიდოდა პოლიტიკაში და მერე შეინარჩუნა, ეს არის 80-იან წლებში დაწერილი ლექსი. და მოდით ყველანი, აქ მაინც შევრიგდეთ ამ სფეროში. ეს არის სფერო, რომელიც აერთიანებს ყველას. პოლიტიკა იქნება თუ კი ბატონო ვიკამათოთ, ნუ შეურიგდებით ერთმანეთს. ეკოლოგიის სფეროში შევრიგდეთ, ჩვენ ხო ყველას გვიყვარს ჩვენი ბუნება. ჩვენ ხო ელემენტარულად არ გვინდა რომ ვაჟა-ფშაველა მიწაში ტრიალებდეს. ხო? შეიძლება მთების განადგურება. შეიძლება მდინარეების განადგურება, რომლებიც ჩვენ სულს ქმნის, ჩვენს ბუნებას ქმნის, ის არის ჩვენი სახე, ჩვენი ბედისწერის ხატი, ჩვენი კულტურის ხატი, ხო? აი აქ ვიბრძოლოთ ერთად და არ დაუშვათ ამის და მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა საზოგადოებას, ყველა გარემოს დაცვით ორგანიზაციას. სხვათა შორის 3000-მდე გარემოს დაცვითი ორგანიზაცია არის რეგისტრირებული საქართველოში, ხო? სად ჩანს მათი მოქმედება? აი სად ჩანს მოქმედება? მწვანე ალტერნატივა, არაჩვეულებრივი ადამიანი მანანა ქოჩლაძე და მწვანეთა მოძრაობა დინო ჩხობაძე ორ ახალგაზრდა ქალს აქვს შეტოვებული ეს საშინელი ხალხ-ძალებთან ბრძოლა. მართლა ქალები უნდა ჩაეშენონ კაცო ამ ახალი საქართველოს შენებაში. სირცხული არ არის რომ ორი ქალის ამარა დარჩა. სხვათა შორის ლაშა ჩხარტიშვილი შესანიშნავი ეკოლოგია უნდა აღნიშნო. შესანიშნავი ეკოლოგია ის და ძალიან კარგი წერილი აქვს გამოქვეყნებული ხუდონჰესთან დაკავშირებით. და ესეთი კანტიკუნტად გესმით, მოდი ყველანი გავერთიანდეთ და არ დაუშვათ ხუდონჰესის აშენება. ჩვენ ამით აბსოლუტურად წავართმევთ ეს სივრცეს, სიცოცხლეს და ყველაფერს ჩვენ შვილებსა და შვილიშვილებს. მე გეუბნები თქვენ რომ ხუდონჰესი ძველი საბჭოთა პროექტის მიხედვით ეს იყო კასკადი კაშხლების და ხაიშიდან მესტიამდე წყლით უნდა დაიფაროს. ჩვენ სვანეთს ესე იგი ვჭრით ყელს, ხო? და ეხლა ესე იგი რა მინდა გითხრათ რომ ვის აქვს უფლება შემოსული ყოვლად საეჭვო ორგანიზაცია, რაღაცა გაუგებარი რაღაცა კომპანია, ინდური, ინგლისური, ქართულ კაცმარიცი, სად არის დაარსებული, ვინ არის მისი წარმომადგენელი. რა აქვს აშენებული, როგორც არაფერი აშენებული არ გაუკეთებია, რატომღაც მისი წარმომადგენელი არის ვინმე წერეთელი, ალბათ გიგი წერეთლის ახლობელია, არ ვიცით, შეიძლება. ხო და ესე იგი ეს ხაიშის მოსახლეობას ეუბნება რომ თქვენ უნდა გაგასახლოთ აქედან. აი სადაც დავეცით ჩვენ და რა მდგომარეობაში ვართ. ეს არის გმირი სოფელი. ამ სოფელს უნდა მიენიჭოს გმირი სოფლის წოდება, რომ ამდენი ხანი შეინარჩუნა ის ადგილი. და დღესაც იქ ხალხი არის დატერორებული ახლა უკვე, რეპრესირებული, ნახევარი მოსყიდული და ზუსტად იგივე მეთოდებით, როგორც კომუნისტები მოქმედებდნენ ხოლმე, როდესაც მაშინ არ გაუვიდათ. მაშინ არ გაუვიდათ, იმიტომ ელემენტარულად ანგარიში გაუწიეს ახლა საზოგადოების აზრს, ხო?
ხო და თამუნა კიდევ ერთ რამეს წაგიკითხო. ოღონდ მოდით უკვე რეკლამის შემდეგ, იმიტომ რომ რეკლამის დროა ჩვენს ეთერში. ჩვენ დაბრუნდით ეთერში, თქვენ უყურებთ გაცემას ჩვენ, მე თამარ ჩიქოვანი ვარ, ქალბატონი ნაირა გელაშვილია ჩემი სტუმარი. მე მინდა რამდენიმე კონკრეტული მაგალითი მოვიყვანო, რა უკვე მოხდა ჰესების მშენებლობით და თუ გაგრძელდა ამ გიგანტური ჰესების მშენებლობა, რა შედეგი შეიძლება მივიღოთ. ლეჩხუმში 1960 წლიდან ფუნქციონირებს ლაჯანურ ჰესი. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში ცაგერის რაიონის 58 სოფლიდან 57 არის დამეწყრილი და ყოველ წელს არის ან მეწყერი, ან ღვარცოფი, ან წყალდიდობა, ან ნუ რაღაცა. გარდა იმისა, რომ ხუდონის აშენებაზეა საუბარი და ნუ რამდენი სოფელი ხომ დაიტბორება, დაახლოებით 2000 ადამიანი უნდა გამოსახლდეს იქიდან, იმიტომ რომ ნუ საცხოვრებელი არ ექნებათ მაგ. საუბარი ასევე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაში, წყლის ქვეშ აღმოჩნდება ლეჩხუმის კლდეღმართში არსებული 14 სოფელი, 17 არქიტექტურული და 23 არქეოლოგიური ძეგლი, 800 ადამიანი უნდა გადაასახლონ, დაიტბორება 924 ჰექტარი მიწა, აქედან 554 არის სასოფლო-სამეურნეო და 250 ჰექტარი არის ტყე. ანუ ჩვენ ისეც ვლაპარაკობთ, რომ აი ყველა წამოვიდა თბილისში, რეგიონები ცარიელდება, სოფლებია საზღვრად გამოკეტილია ყველაფერი. ამას კიდევ უფრო უწყობთ ხელს ამ დიდი გიგანტური ჰესების მშენებლობით, რომ საერთოდ სოფელი მოკვდეს საქართველოში. მე სხვა შორის მახსოვს მაესტროში თქვენ იყავით სტუმრად, მაშინ ზაზა შათირიშვილი იყო საკნის მასპინძელი, თქვენ იქ ბრძანეთ, რომ ეს თითქოს მიზანმიმართული პოლიტიკა. დღესაც ფიქრობთ, რომ პოლიტიკა ისეთი, რომ სოფელი დაცარიელდეს და სოფლის მოსახლეობა აღარ ყავდეს? იცით რა დამუნა, მაშინ მე ვთქვი, რომ 10 წელიწადი ვაკვირდები მეთქი სოფელს რა ხდება, იმიტომ რომ კავკასიურ სახს ქალაქშიც აქვს პროექტები და რეგიონშიც, ხო? და ამას რასაც ვამბობ მეთქი, ადვილად არ ვამბობ. მე არ მიყვარს ახლა ისეთი რაღაცების, ძალიან ხმამაღალი რაღაცების თქმა, თუ არ არის ეს ნამდვილად შენი ხანგრძლივი დაკვირვების შედეგი. და 10 წელი ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი, რომ სოფლის მეურნეობის ესოდენი გაპარტახება და ესე იგი მეთოდური განადგურება. ეს მეთოდური პერმანენტული განადგურება, ხო? არის ეს უგუნურებისა და უმეცრების შედეგი, თუ არის ეს მიზანმიმართული. და აი ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად დავასკვენი მეთქი, რომ ეს არის მიზანმიმართული. და მაშინ ესე იგი, როდესაც მას სხვაგანაც ვამბობდი მე ამ ჩემ დაკვირვებასა და შთაბეჭდილებას, ეხლა მე ხო არა ვარ სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, მაგრამ მწერალი ვარ, იქ მოვაწევ და ვაკვირდები ამ ყველაფერს. მეუბნებიან, აბა რატო მაგალითად? აი რატომ მე ვთხარი? რატომ და ჩანს რომ ამ ხელისუფლებაში მუშაობს რაღაცა პროექტი, რაღაცა მსოფლმხედველობა და გეგმა, რომლის მიხედვითაც სოფლის მოსახლეობა არის ხელის შემშლელი ფაქტორი. და რატომ არის ხელის შემშლელი ფაქტორი და სასურველია თუ ის არ იქნება. იკვეთება ასეთი გეგმა, რომ არსებობდეს რამდენიმე ქალაქი საქართველოში, ზოგი დიდი, ზოგი პატარა, მაგრამ რამდენიმე ქალაქი და სრულიად საკმარისია ეს ქვეყნისთვის, მოხდეს სოფლის მოსახლეობის იძულება, რომ ან ქალაქში წავიდეს, ან უცხოეთში წავიდეს, ან დატოვოს, ან შიმშილით ამოწყდეს, რაც ხდება კიდეც ავანტყოფობითა და შიმშილით და მოიცალოს ეს მთელი ტერიტორია გარდა ქალაქებისა. და მე რომ ეკითხებოდნენ კი, მაგრამ რატომ? როგორ? იმიტომ რომ მცარიელი ტერიტორიას გაყიდი, გაასხვისებ, იჯარით მისცემ, ჰესებს ააშენებ და იმას გაყიდი, ან ესე იგი, გამოიყენე უკვე როგორც შემოსავლის წყაროს. და ცოცხალი მოსახლეობა ხელს გიშლის. აი ამაში სინგაპურიზაცია ქართულა, იმიტომ სინგაპურში უეუნება აი არ არის სოფლის მეურნეობა. ესე იგი, მე ამაში უკვე ვერავინ ვეღარ გადამარწმუნებს, რომ ეს ასე არ არის. აი და ეხლა წამოწყებული ეს ჰესების, ეს გრანდიოზული ეკოლოგიური ბოროტმოქმედება, უზარმაზარი დანაშაული, რომელსაც მასშტაბებს ჯერ კიდევ თვალს ვერ უსწორებთ, ღმერთმა დაიფაროს, რომ ეს ასე მოხდეს. არ უნდა მოხდეს, კიდევ ვამბობ და კიდევ მოუწოდებ ყველას, რომ სანამ დროა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, ეს არ მოხდეს და კიდევ რას ვაპირებთ ამას გეტყვით. ხო. აი მე ეხლა ჩემთვის ეხლა უკვე იმიტომ რომ მთის მოსახლეობა ჯერ
ყველაფერი გაკეთდა რომ დაიცალოს მთა უარესად ვიდრე ის არის დაცლილი. პირველი ეს იყო, როდესაც გააუქმეს ინტერნატები. ეს ანუ სკოლებს რომ არ მიხედეს, იმიტომ რომ მთაში მოსახლეობას აკავებს სკოლა. თქვენ რო შეხვიდეთ და იმ შუაფხოს სკოლაში ან რომელიმე მთის სკოლაში შეიხედოთ, არ ვიცი, ცუდად გახდებით. ისეთი მდგომარეობა შეუძლებელია იქ პატარა ბავშვი იქ შეიყვანო დასწავლა. და ინტერნატებში საშუალება იყო რომ ბავშვი შორიდან კი არ იაროს კაცო 20 კილომეტრიდან 30 კილომეტრიდან თოლში, ქარიშხალში რომ შეიძლება მგელმა შეჭამოს და დათვმა გაგლიჯოს, არამედ იქ იცხოვროს და მერე შაბათ-კვირას წავიდეს სახლში და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი თვისობლებისთვის. გაუქმდა ეს. სპეციალურად არ ექცევა ყურადღება ამ მთის სკოლებს, ხო? და ყველაფერი კეთდება რომ დაიცალოს მთა. და ეხლა ეს დაცლის მთლიანად ამერა ეს სულ დაცლის და მოცლის იმ ტერიტორიებს, სადაც ესენი აშენდება. თამონ ამის დასამტკიცებლად მე თქვენ წაგიკითხავთ თუ შეიძლება იმ წერილებს, რომელიც 99 წელს, 90 წელს მოდიოდა სვანეთიდან, სწორედ ზოგი ჩემს სახელზე მოდიოდა, ზოგი ზურაბის სახელზე მოდიოდა და ესე იგი ეკოლოგიურ და მერე მწვანეთა მოძრაობაში. რას წერდა ხალხი? ეს ჩვენ წავიკითხეთ მეცნიერული დახასიათება, რომ რა მოსდევს წყალსაცავის აშენებას, მაგრამ ეხლა ადამიანის ხმას მოусმინოს. რას იწვევს წყალსაცავი მის პირად ცხოვრებაში. და წაგიკითხავთ, აი ხა მესტიიდან გამოგზავნა, მე იყო ასეთი, არ ვიცი, მე მგონი ცოცხალი აღარ არის თუ არის, არ ვიცი ზუსტად, ესე იგი უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ძალიან ცნობილი ექიმი მესტიიდან, რომელიც გვწერდა რომ ესე იგი აი ამ ენგურჰესის აშენების შემდეგ დაკვირვებას თავისას ჩვეულებრივ ამბად იქცა ღვარცოფები, მეწყერები და ზვავები. მოსახლეობა ზაფხულობით წვიმის ეშინია, ზამთარში ზვავების. ტყე, რატომ ესე იგი ტენი რომ გაიზარდა, სველი თოვლი მოდის, ის ვეღარ კავდება, ესე იგი თან პარალელურად ტყე იჩეხება და ასე შემდეგ, ნადგურდება სავარგულები, ინგრევა კოშკები, ხავსი და ობი მოეკიდა სახლებს, სალოცავებს, ფრესკებს, იფშვდება და ხელიდან გვეცლება უნიკალური ხატი-ჯვარი, ხეხილი ხეზელპება, მოსავალს დაავადებები ანადგურებს, მარილი სახლებში წყლად იქცევა. და ეხლა უკვე როგორც ექიმი მიკროკლიმატის შეცვლა უარყოფითად იმოქმედა ადამიანის ჯანმრთელობაზე, გახშირდა სასუნთქი გზებისა და სახსართა დაავადებები, იმატა ასთმამ, მიმდინარე და სასუნთქი გზების დაავადებებმა, დამძიმდა დაავადებათა მიმდინარეობა. დღეს ბევრი აღიარებს, რომ ენგურჰესის აგება უდიდესი შეცდომა იყო. ახალი წყალსაცავი მთლად უარგისად გახდის ენგურის ხეობას, ადამიანის საცხოვრებლად მთა დაიცლება. და მერე წერს, ცნობილია, რომ ჭარბი მოსახლეობა ყველა დროში გადიოდა სვანეთიდან და სახდებოდა ბარში, მაგრამ რჩებოდნენ სხვები, რომელთათვისაც სიცოცხლე სვანეთის გარეშე არ არსებობს. ისინი არ ტოვებდნენ მამა-პაპათა საძვალეს და თუ ასეთ ადამიანებს ვაიძულებთ დასტოვონ თავიანთი ფუძე და სახკარი, ეს იქნება ადამიანის უფლებათა ფეხით გაქელვა და მთელი ამ კუთხეს დააღუპვა. ამას წერს ქალბატონი ექიმი მესტიიდან და შემდეგ მაშინდელი სოფელ ხაიში სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე წერდა ასეთ რამეს პიმენ კვანჭიანი. ეს ზღაპრული უნიკალური ხეობა უგუნური დევკაცების პოლიგონს დაემსგავსა. ინგრევა მთები, ნადგურდება ფლორა და ფაუნა, იქმნება გიგანტური ეროზიების დაუშრეტელი საბადო. ხუდონჰესის და იქ წერია უნდა ერქვას ხაიშჰესი, რადგან სოფელ ხაიშთან შენდება და არა ენგურჰესის წყალსარჩავში ჩამარხულ ხუდონთან. ხუდონჰესის მშენებლობის გამო ჯერ მარტო ხაიშიდან უნდა გადასახდეს 300-მდე ოჯახი. გამოდის, რომ ეს ჰესი კი არა აღა მაჰმად ხანის ურდო ყოფილა. სოფელი ხაიში მესტიის რაიონის ჭიშკარი იყო, რომელიც ერთი რეტუშით აღგავა პროექტის ავტორმა პირისაგან მიწისა. ესე იგი, ეს კატასტროფა უკვე დაწყებულია ენგურჰესის წყალობით, ამაზე წერს ეს ხალხი და ხუდონჰესზე მოგხედეთ, გვიშველეთო, დედაქალაქს უხმობდნენ საშველად. და ეხლაც ასე არის. რა დააშავა ამ ხალხმა, როდემდე უნდა იყოს ამ ხუდონჰესის საფრთხის ქვეშ, ხო? რომელსაც ამ მოსახლეობას ეხლა ატყუებენ, აშინებენ, რეპრესირებულია ხალხი და აი ასეთი მდგომარეობა გრძელდება. აი რა შეიძლება გაკეთდეს მაინც ქალბატონი? ეხლა რა შეიძლება გაკეთდეს და რა გვაქვს ჩვენ ესე გადავწყვიტეთ, რომ შეიქმნება ეხლა უკვე თითქმის შეიქმნა ეკოლოგიური საბჭო.
რომელიც იქნება ისეთი გამაერთიანებელი ყველა გარემოს დაცვითი ორგანიზაციის და არა მხოლოდ ეს ეკოლოგიური საბჭო მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა საზოგადოებრივ გაერთიანებას, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას გამოხატონ თავისი პოზიცია აი ამ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით და შემოგვიერთდნენ თავისი დარეკვით, გამოგზავნით ასე შემდეგ. შემდეგ ეს ეკოლოგიური საბჭოს უკვე მომზადებული აქვს წერილი, რომელსაც ის მისწევს ყველა მთელ მწვანეთა ორგანიზაციებს, მსოფლიოსი და ასე შემდეგ დაეხმარება, რომ ესე იგი ვითხოვთ დახმარებას იმ ეკოლოგიური გენოციდისათვის, რომელსაც უწყობენ დღეს ქართულ ხალხს. ამავე დროს ჩვენ გაუგზავნით წერილს, სწორედ ხალხისა და საზოგადოების სახელით იმ სამშენებლო კომპანიას, რომელიც ასე შემოსულია და აპირებს სწორედ აი ამ მშენებლობების განხორციელებას პოტენციურ ინვესტორებს და ვიტყვით და ეს წერილი თითქმის გამზადებულია, რომ ეს ხდება ქართველი ხალხის ნებისა წინააღმდეგ და ჩვენ ამას ვაფასებთ როგორც ჩვენს გენოციდს და ეკოლოგიურ დაღუპვას და კატასტროფას ამ ქვეყნისას, არ ვეთანხმები და ვარ წინააღმდეგი, როგორც კი ეს ხელისუფლება წავა, ეს ყველა ხელშეკრულება გაუქმდება. და რადგანაც ესენი იყვნენ გაფრთხილებული ამის შესახებ, ყველა მიყენებული ზარალი უნდა თვითონ აანაზღაურონ. და ჩვენ ვეცდებით, რომ ამას ძალიან ფართო რეზონანსი მივცეთ, იცით, მთელი ევროპის მასშტაბით. იმიტომ რომ ეხლა ჩვენ უკან დასახევი გზა არ აქვს. მე პირადად მზადა ვარ ამ საქმეს შევეწირო. ეს ისეთი კატასტროფა არის. არა, ეს კატასტროფა ნამდვილად თუ ეს მოხდა ყველაფერი, მე ამას ვეღარ დააბრუნებ, კი შეიძლება შეწყდეს, მაგრამ თუ დაწყებულია მშენებლობა და იცით რა არის ყველა ეს საშინელი და რაზე მწყდება გული თავნა. საერთოდ აი ეს რომ არ აქვს ჩვენ არანაირი სულიერი წანამძღვარები. არ ყოლოდა ჩვენ ასეთი ადამიანები, რომლებმაც ასეთი ძალით დანერგეს ბუნების სიყვარული ჩვენში, ხო? და ბუნების მნიშვნელობა. ესე იგი, ეს არის პოეტი, ფილოსოფოსი და მართლა ესე იგი ისეთი რა აქვს ვაჟა-ფშაველას ბუნებაზე, ნათქვამი, რომ მეცნიერული კვლევის შედეგად რომ მივიდა ხალხი იმ დასკვნამდე, როცა ეკოლოგიის ცნება შემოვიდა საერთოდ, რომ ყველაფერი ერთმანეთზე ყოფილა დამოკიდებული და რომ ერთი ჯიშის თუ განადგურდა ესე იგი ცხოველი, ეს იწვევს მთელ რიგ ცვლილებას, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს შენ. ძალიან მძიმე ცვლილებებს, ხო? ამას კაცი წერს, რომ ესე იგი სასკოლო ქრესტომატიული ლექსი არის ეს, გესმის? და როგორ იმარჯვებს მეორე ანტიპოეტური, ანტიმეცნიერული, ანტიადამიანი და ბნელი ძალა. რატო უნდა გაიმარჯვოს, როცა ჩვენ ამხელა წანამძღვრები, ამხელა სულიერი საფუძვლები ქონდა? რატო ვერ გავზარდეთ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ბავშვები, ჩვენი ახალგაზრდები ისე, რომ არც გაჭაჭანებულიყო ეს აზრი? კაცო, ამას რო დაგიწერს, ესე იგი, ჯერ ერთი აი ეს მაინტერესებს. ადამიანი, რომელიც ერთს გეტყვით, რომ ეს რა ტიპის ადამიანია, რომელიც ბუნებას ანადგურებს. ეს შესწავლილია ევროპაში გასული საუკუნის, მე-20 საუკუნის 60-იან წლებში უკვე დასკვნა იყო დადებული, გაკეთებული. რომ ესე იგი ამისი დიდი მესიტყვეები ყავდა ამას, რობერტ იუნკი, ძალიან დიდი მეცნიერი, რობინ კლარკი, ჯერ ესე იგი საუკუნის პირველსავე წლებში ალბერტ შვაიცერის უზარმაზარი ფიგურა წამოიმართა, რომელმაც იგრძნო, რომ სიცოცხლეს დაემუქრებოდა საფრთხე პლანეტაზე და შემოიტანა დიადი ცნება მოწიწება სიცოცხლის წინაშე, ხო? მთელი ეს მოძრაობა დაიწყო უკვე ამ ტექნიკის აღვირახსნილი მოქმედების წინააღმდეგ, რასაც ჰაიდეგერმა უწოდა ტექნიკის პლანეტარული მოძრაობა. ამის წინააღმდეგ დაიწყო მოძრაობა და ესე იგი შეიქმნა ფონდები, საზოგადოებები და ასე შემდეგ, რაც შეიძლება არაჩვეულებრივი წიგნები, მსოფლმხედველობა და ყველაფერი. და დასკვნა იყო ასეთი, როგორი ტიპის ადამიანი არის ეს ჰომო ფაბერი, ეს ტექნოკრატი, ვისაც არ აქვს შეგრძნება. ეს არის ავანტყოფი ადამიანი, წერს რობერტ იუნკი და ამას იზიარებს ისეთი დიდი მეცნიერი, როგორც არის კონრად ლორენცი. ავანტყოფია ეს ადამიანი და რატომ? მას არ აქვს სილამაზის შეგრძნება. ცოცხალი სილამაზის შეგრძნება და ამაზე წერს როგორც რობერტ იუნკი, ისევე კონრად ლორენცი და სხვა დიდი მოაზროვნეები, რომ პატარა ამბავი არ გეგონოთ ხალხო. ადამიანს სილამაზის შეგრძნება თუ არ არის ფსიქიურად, არ აქვს ფსიქიურად არის ავად. და მასში არის აგრესია სილამაზის, ცოცხალი სილამაზის განადგურების მოთხოვნილებით.
გესმით? აგრესია არის მის წინააღმდეგ. თქვენ ესე ნორმალური ადამიანები ხო არ გონიათ, რომელსაც თავში მოსდის ამ ხელა ბუნების განადგურება. და ამაზე წერს შემდეგ კონრად ლორენცი, რომ მიკროსკოპული სურათი ავთვისებიანი სიმსივნის მიკროსკოპული სურათი საოცრად გავს ტექნიკურ ლანდშაფტს ზემოდან რომ დახედავ. საოცრად გავს და ფაქტიურად იგივე არის ეს ტექნიკური ნაგებობა განსაკუთრებით დიდი მოცულობის ნებისმიერი დატვირთვის ბუნებისათვის, რაც სიმსივნე ადამიანის სხეულისთვის. ის არის ყრუ, ჩაკეტილი უცხო სხეული, რომელიც პარაზიტულად მის ხარჯზე არსებობს, ინფორმაციას არ ატარებს, არ ექვემდებარება. ცოცხალ ორგანიზმში ჩაწერილი არ არის და კლავს იქაურობას და სპობს. ეს არის ძალიან რთული მოვლენა და მაგრამ იქ უკვე ეს განმარტებულია და ეს ცნობილია, ძალიან მაღალია ეკოლოგიური ცნობიერება ევროპაში. პირდაპირ იცით რა, თუ რაიმე მხიბლავს და მაძლევს ხო იმედს, რო უყურებ, რომ ბავშვები და ახალგაზრდები როგორ აქვთ ეს გამჯდარი. და ერთ რამეს გეტყვით, რომ ერთხელ აი 90-იან წლებში სწორედ გერმანიაში ვიყავი და ისეთი რამე ვნახე ტელევიზიით, რომ იცით ცრემლები მომდიოდა. აი ცრემლები მომდიოდა ახტაცებისაგან და აი გული მქონდა შეძრული და რა ვნახე? კაცო, ხედავ, სადღაც ბერლინის გარეთ, ბერლინის რაღაც გარეუბანში ბავშვების, პატარა ბავშვების საპროტესტო მანიფესტაცია. ისეთი პატარა ბავშვები არიან, მე მგონი საბავშვო ბაღიდანაც იყვნენ. პირველი კლასელი რაღაც, აი მეხუთე, მეშვიდე, ყველანაირი, მაგრამ ძალიან ბევრი პატარა ბავშვი იყო, რაღაცა საპროტესტო ტრანსპარანტები აქვთ ხელზე და ქათმები ხატია ამ ტრანსპარანტებზე. ვერ ვიგებ რა ხდება და მოგდებ ახლა ყურს და რა აღმოჩნდა. რომ თურმე იქ ყოფილა ქათმის ფერმები, დიდი, რომელთაც მარაგდება ბერლინი. და ისეთ საშინელ პირობებში ყოფილან, ისეთ სიმჭიდროვეში ეს ქათმები, რომ ეს პაწია უმწეო არსება, რომელიც ამდენ რამეს აძლევს ადამიანს, ვერ ჯდება მთელი იმ თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე და სულ დგას ფეხზე, იმიტომ რომ ადგილი არ არის საშუალება რომ დაჯდეს. ეს გაუგიათ კაცო ბავშვებს. გესმით თქვენ? და განაიხა ჩვენთან როა ახლა ხან მთავრობა რაზმავს ბავშვებს, ხან შინაგან საქმეთა სამინისტრო და ხან ის დამრიგები თვითონ ბავშვებში წამოვიდა მასიური პროტესტის განცდა და ერთმანეთთან დარეკვებით აკეთ-იქით ეს ტრანსპარანტებზე ქათმები და რაღაცები იყო დახატული და ეს ბავშვები ბობოქრობდნენ ამ ფერმების წინააღმდეგ და როდესაც ინტერვიუს მათგან იღებდნენ ეს პატარა ციცქნა ბავშვები საოცარ სიტყვებს ამბობდნენ მეცრემლები წამომივიდა რომ ცოდო არ არისო ესო პატარა ქათამი რომელიც ვერ ჯდებაო და აი ამ ფერმის პატრონებიო უნდა შევყაროთო მაგათ ნაცვლათო ქათმების ნაცვლათო იმდენიო რომ ვერ დასხდნენო და აი ნახავენ მე როგორ ტანჯავენო ქათმებსო ტოტი რომ მოტეხო 4 წლის ბავშვი შენიშვნას მოგცემს გერმანიაში ისი აქვთ ეს გამჯდარი და ჩვენ კიდე მსახურელი ძალა ტრიალებს საქართველოში. ბავშვები ანადგურებენ, ჭყლეტენ, ახალგაზრდები გლერჯენ, ესე იგი აბინძურებენ რაღაცა საშინელი მსახურელი აგრესიული ძალა ტრიალებს და ამისი კონცენტრაცია მოხდა ხელისუფლების კოლექტიურ სხეულში. აგრესია, მსახურელი ძალაა, მსახურელი ანადგურებს ყველაფერს. და ისე რეკლამა გველოდება და რეკლამის შემდეგ დაბრუნდებით ეთერში. ჩვენ დააბრუნდით ეთერში, თქვენ უყურებთ გადაცემას ჩვენ, მე თამარ ჩიქოვანი ვარ, ქალბატონი ნაირა გელაშვილია დღეს ჩემი სტუმარი. სხვადასხვა მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება საკმაოდ დეპრესირებულია და რაღაცა მართლაც ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაზეა თითქოს გადართული, მაინც იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საზოგადოებამ, თქვათ, ეკოლოგიურ რაღაცა პრობლემასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გამოხატა და პრინციპში მოიგო. ეს არის დირმის ტყის ამბავი და ეს არის იპოდრომის, ნაწილი მაინც გადაარჩინეს. ანუ მიუხედავად ყველაფრისა, ბრძოლას მაინც აქვს აზრი და წარმატების მიღწევა ამ თვალსაზრისით შესაძლებელია. არიან ხო ადამიანები მაინც კერძო პირებმა დაიწყეს მაშინ იქ აქტიურობა და ამას მერე ვიღაცები აყვნენ და გაუწეს ანგარიში. თქვენ ახსენეთ დიღმის ტყე და როგორ არ ვახსენოთ ანა გაბრიაძე, რომელსაც სამოქალაქო გმირობის რაღაც ორდენი რო არსებობდეს, იმას იმსახურებს 10 წელიწადია მარტო აქაც ქალი. ახალგაზრდა ქალი, უბწყინვალესი მხატვარი სხვათა შორის.
ესე იგი გადაფარებულია ამ დღეზე. რას არ უშვები რა მუქარა, ლანძღვა, დათღვა, ფიზიკური შეურაცხყოფა, ინსტანციებთან ჯოჯოხეთური ბრძოლა, მე სხვათა შორის წიგნი მაქვს დაწერილი, ისა ბროშურა მაქვს დაწერილი დიღმის დღის განსაცდელი. საერთოდ მე ხო ესე იგი ბოლოს ვიქეცი ჰიდროლოგად, ეკოლოგად, ბიოლოგად არ არის ჩემი საქმე, მაგრამ რა ვქნა, როდესაც სხვა არ არის საკმარისი ძალები ამ სფეროში და წიგნი გამოსცა იმან კავკასიურმა სახლმა ძალიან ლამაზი, სადაც ესე იგი ანა გაბრიაძის სწორედ ეს წიგნი არის დიღმის დღის განსაცდელი. ბროშურა არის და საოცარი ამ დიღმის დღესთან დაკავშირებით. დიღმის დღე იყო 200 ჰექტარი თავის დროზე და როგორც ამბობენ შეიქმნა ლენინის სტალინისა და ბერიას გადაწყვეტილებით. სტალინსა და ბერიას ესმოდათ, რომ აი ეს ფილტვები შეუქმნეს დედაქალაქს. ამბობენ ახლა ვინ შექმნიდა ახლა სხვა ამხელა პროექტს ახლა წარმოიდგენ ახლა ვინ გაჭაჭანდებოდა ხო სხვა. ხო და უზარმაზა და უნდა ყოფილიყო აგრეთვე საბაზე სანერგე. და უნიკალური ხეები მოქონდათ აქ და გავდნენ და მართლა ძალიან მდიდარი ფლორაა. საოცარი ხეები არის, ულამაზესი, რომელსაც არაჩვეულებრივად ხატავს თვითონ ანა გაბრიაძე. ხო და ესე იგი შემდეგ უკვე სტალინი უნდა იყოს რომ ეშინოდეთ და არაფერი გააკეთონ, ესე იგი არ დააზიანონ და შეჭამონ თუ რა, ესე იგი როგორც ჩანს მისი გარდაცვალების შემდეგ თანდათან 75 ჰექტარამდე ჩამოვიდა ეს დიღმის დღე. ეხლა 20 ჰექტარია. მაგრამ თქვენ რომ ამოთ გადაარჩაო, სულ გაყიდულია ეს ფაქტიურად არის გაყიდული. სასამართლო თითქოს მოიგო. იცით რა, ესე იგი თქვენ წარმოიდგინეთ ამდენი მესაკუთრეები, ხო? ეხლა უყურეთ, კარგი, ეს ქალაქის მერია, რომელიც ყოველთვის იყო სახელმწიფოში აუღებელი ბასტიონი კორუფციის, ხო? და უბედურების. კაი, გაყიდა ეს ისა. შენ როგორ ყიდულობ? იცით რა ვინ ადამიანები არიან მაგ მყიდველთა რიგებში? ეს სია უნდა გამოქვეყნდეს, რომ დაინახოს საზოგადოებამ თავის თავი. შენ როგორ ყიდულობ? ეს ხომ მწვანე საფარია, ეს ხომ ტყეა, რითაც სუნთქავს დედაქალაქი, ხო? ბავშვები სად წავიყვანოთ გეკითხებით და აღარ დარჩა არაფერი. სადაც პატარა ბავშვს მოკიდებ ხელს და წაიყვან და სუფთა ხარით ასუნთქებ. ვაკის პარკში, შუა პარკში ჩადგეს უზარმაზარი შენობა. და შესასვლელში რესტორანი. ყოლად უგემოვნო სხვათა შორის. და ესე იგი პირდაპირ სივრცეს ასუნთქი აღარ დატოვეს. მე ამ სახელმწიფოს აი ამას უწოდე ანტიბავშვური, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად. ეს არის ბავშვის წინააღმდეგ მიმართული სახელმწიფო, რომელმაც არ დატოვა ბაღი, პარკი, ჰაერი, სივრცე, წასასვლელი და ასე შემდეგ თამუდა. და მაგ დიღმის ტყეც როგორ იქნება, ასე რომ თქვენ ნახეთ ხომ იმ ვარძელაშვილის დედა, რომელიც გამოვარდა. ეს არის სახე აი სწორედ სახე არის ეს ჰაბიტუსი, ეს ტემბრი ხმის, ეს მეტყველება, აი სწორედ იმ მტაცებელი ადამიანის, იმ მომხმარებელი ადამიანის, რომელიც არის მხოლოდ მოხვეჭაზე, მიტაცებაზე, არ ეკითხება არაფერი. არაფერი არ მთავარია მიიტაცოს, მიითვისოს და მოიხვეჭოს და გვამებზე გადაივლეს. აი ეს სახე არის ეგ სწორედ. თქვენ რით შეიძლება აიხსნას რომ პრინციპში ხა კი პროგრამები ბევრად პარტიები ნუ ვიღაცა აქ ვიღაცა არ აქვს მაგრამ აი ეკოლოგიური ნაწილი ვთქვათ თუნდაც წინას აარჩევნოთ ხომ საერთოდ თითქოს არ ფიქრობენ რა იცით რა ეს არის მაპატიოს სუყველამ და ეს არის განათლების სივიწროვე იმიტომ რომ როდესაც ლაპარაკობენ დასავლეთის ღირებულებებზე ხო იგივე დემოკრატიულ ღირებულებებზე მისი უდიდესი სეგმენტი ამ ღირებულებებისა, აი ამ მენტალობის არის ეკოლოგიური ცნობიერება. ანუ ეთიკური მიმართება, ესე იგი სამართლიანი მიმართება, არა მარტო ადამიანისადმი, არამედ ადამიანის ეთიკური წრის რადიუსის უსასრულოდ გაფართოება, როცა ადამიანს მოეთხოვება ეთიკური იყოს მთელი სამყაროს მიმართ. რომლის შვილიც ის არის, რომლის ნაწილიც ის არის ბუნების ყველა არსების მიმართ. რატომ არა კანონმა დაიწყო დაცვა, ხო? ცხოველის, მცენარის, უუფლებო, უენო, ხო? იმას ადამიანისაგან იცავს, მარტო ადამიანი კი არ არის დასაცავი, ადამიანისაგან არის დასაცავი მთელი სამყარო, ხო? ბუნება, ცხოველი და მცენარე, ხო? ესა ვისაც არ აქვს, ეს ისეთი კი რამე შეიძლება მე პოლიტიკური განათლება არ მქონდეს და ამით ჩემს პიროვნებას არაფერი არ აკლდებოდეს. ან ტექნიკური, ან რაიმე სხვა და სულ არ მჭირდებოდეს ეგ. ეკოლოგიური ცნობიერება თუ არა გაქვს და ეკოლოგიური განათლება თუ არა გაქვს, არა და მგრძნობელობა არა გაქვს, ხო? შენ ადამიანიც აღარ ხარ.
ხარ. ადამიანის საფეხურზე არ დგა ხარ შენ. იმიტომ რომ ადამიანი სწორედ ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი სწორედ ევროპული აზროვნებისა და კულტურისა. რომ ადამიანი ვალდებული ჩათვალა მან ადამიანმა თავი რომ იყოს მგრძნობიარე, ნაზი და მომვლელი მთელი სამყაროს მიმართ. იმ ცხოველებისა და მცენარეების მიმართ, რომელიც მისი უმცროსი დები და ძმები არიან. ღმერთმა ჯერ ისინი გააჩინა და მე ადამიანი. ანუ პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ აი ზურა ჟვანია იყო მხოლოდ ეს რომ მეტნაკლებად ეკო, წვანე ასე თქვა, ბიოლოგი იყო და დაბადებით ეკოლოგი იყო, მაგრამ მისი ტრაგედია ზურა ჟვანიასი და მთელი ამ მოძრაობის თვითონ ეკოლოგიის იმაში გამოვლინდა, რომ როდესაც ხალხმა მათ ხმა მისცა მწვანეებს 92 წელს მისცა თავისი შვილების მომავალს მისცა ხმა, სუფთა პროდუქტს, სუფთა წყალს, სუფთა იმას ბუნებას, აყვავებულს, ბაღებს, ამას მისცა ხმა, იმიტომ რომ გაღვივდა ეს განცდა და მშობელმა იცის მის შვილს რა ჭირდება, კაცო. ხო და ის ერთხელ მემარდაშვილმა თქვა ისეთი საქართველოს გჭირდება, რასაც ქართველი მშობელი თავისი შვილისთვის ისურვება, ხო, ინსტინქტურად მაინც ხო გრძნობ შენ შვილს რა სჭირდება. მაგრამ მწვანეებმა ეს იმედი აბსოლუტურად ვერ გაამართლეს, როდესაც უკვე ხელისუფლებაში მოვიდნენ. არათუ ვერ გაამართლეს, ჩემთვის არის მართლა ძალიან მტკივნეული და აუხსნელი რამ, რომ ზურაბ ჟვანიას იქ ყოფნისა მთელი იმ გუნდის მიშა მაჭავარიანი, გია ბარამიძე, ეს ხათუნა გოგორიშვილი, გიგი წერეთელი დასამარდა საქართველოს ბუნება. ერთი პარკი როგორ ვერ უნდა გადაარჩინო, კაცო, ვაკის პარკი ვერ უნდა გადაგერჩინა. აი მდინარე ვერეს დამარხვა როგორ დაუშვი არ ცხმენია. ამ დონეზე შეიძლება გაყიდო ყველანაირი იდეალი. იდეალი აღარ უნდა დაიტოვო არანაირი იდეა, არავითარი ღირებულება რისთვის, მაგ ხელფასისთვის მან დრო იღებთ. ხელფასისთვის შეიძლება თავს ლაფი დაისხა და ყველაფერს გადაუსვა ხაზი კაცო. და მე ამას ერთი აზრი მუსირებდა სულ თამუნა. სულ მუსირებდა ასეთი აზრი და ადრე ყურადღებას არ ვაქცევდი ერთი-ორჯერ როცა მითხრეს რომ ზურაბ ჟვანია იმიტომ მოიშორეს თავიდან რომ სწორედ აპირებდნენ გიგანტური ჰესების პროექტის გატანას, რასაც ის არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებდა. აი ეს არის ძალიან ესე იგი და მე ამას ყურადღებას არ ვაქცევდი და რაღაც ესე იგი ყურს მიღმა გადიოდა ხოლმე ეს. მაგრამ ეხლა ძალიან მხვდება ყურში ეგ აზრი, როცა იმეორებენ ხოლმე. და ფაქტი არის რომ როდესაც იყო წამოყენებული ბატონ ბენდუქიძის მიერ, რომელიც ესე იგი ალბათ უბედურად ჩათვლის თავის თავს თუ ყველაფერის გაყიდვა ვერ მოასწრო ამ ხელისუფლებამ. აი ყველაფრის, აი ბალახიდან დაწყებული, აყვავებული ხით დამთავრებული. როდესაც ბატონმა ბენდუქიძემ გამოიტანა პირველად რომ უნდა გაიყიდოს ტყეები. თანაც ეს ტყეები გაიყიდოს, ის კი რომ მართვის უფლებას აძლევ. ფაქტურად ტერიტორიას ასხვისებ, აძლევ იმ ვიღაცას მყიდოს ყველაფერს, ესე იგი წყალს, იქ მდებარეს მიწისქვეშა გრუნტებს, ყველაფრის გამკარგავია ისე ესე იგი მთლიანად, ხო? ზურაბ ჟვანიამ ეს გააჩერა. შემდეგ, როდესაც ბატონმა ბენდუქიძემ გამოიტანა წინადადება, რომ მდინარეები უნდა გავყიდოთ თავისი კალაპოტებით მიმდებარე ტერიტორიებით და ყველაფრით, რაც მასშია, რაც ის არის, ასე შემდეგ, ეს სხვათა შორის ნოღაიდელმა გააჩერა. ვერ აჩერებდნენ მოკლედ ამ ადამიანს, გესმით? და აი ეხლა აღისრულეს ყველა სურვილი თავისი აზრით. მაგრამ ხუდონხეს ბევრი გადაყვა სხვათა შორის. ბევრი გადაყვა ხუდონხეს. ეს არის თითქოს რაღაცა იცი ნიშნული, რომ ამის იქეთ წასვლა არ შეიძლება. მე მაინც იმედი მაქვს, რომ საზოგადოება ამის დაშვება არ შეიძლება. ეს არ უნდა აშენდეს. და არ შემიძლია თაუნა აქ არ თქვა რომ ნამოხვანი ჰესიზე რო იყო და მაშინ ნამოხვან ჰესს უწოდებდნენ, ეხლა ნამახვანს ამბობენ. არ შემიძლია არ ვახსენო არაჩვეულებრივი ჰიდროლოგების ჯგუფი, ჰიდროინჟინრების ჯგუფი ლევან ასათიანის ხელმძღვანელობით ცოცხალი აღარ არის ახლა და მე არ ვიცი იმ ჯგუფიდან ვინმე თუ არის დღეს ცოცხალი ასაკოვანი ადამიანები იყვნენ. აი იმ საბჭოთა პერიოდში, იმ საშიშ პერიოდში ამ ხალხმა აიმაღლა ხვა ნამოხვანი ჰესის აშენების წინააღმდეგ და აბსოლუტურად აღწერა რამდენად დაუშვებელია, რომ ეს არის დამეწყრილი ტერიტორია, მეწყერიანია, რომ არ შეიძლება ამ ხელა კაშხალი, ამ სიმაღლე კაშხალი, თქვენ წარმოიდგინეთ ხუდონხეზე 200 მეტრის კაშხალი უნდა აშენდეს და 580 ჰექტარი იქ და 900-მდე ჰექტარი ნამოხვან ჰესმა უნდა დაფაროს წყლით, ესე იგი მთელი საქართველოს წყლის ფსკერზე უნდა ჩავიდეს.
ხო და არ შემიძლია არ ვახსენო რომ მაშინ ქონდათ გაბედულება ადამიანებს თქვენ ეხუმრებოდით საბჭოთა კავშირში ამ ხმის ამოღებას და გაბაჯერ მაშინ იბრძოდნენ და დიდი დაბრკოლებები შეუქმნეს ნამოხვალეს ამ ადამიანებმა ესენი იყვნენ დამსახურებული ენერგეტიკოსები საქართველოსი და მაშინ იყო მეცნიერული თავდადება და ეხლა აღარ უნდა აღორძინდეს ეს ასე გვინდა წავიდეთ ამ ისტორიის არენიდან არ შეიძლება ამის დაშვება მე მაინც მგონია რომ საზოგადოება არ დაუშვებს ამას. ქაბუნარე, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენს მაყურებელს კი ვეტყვი რომ ბიბლიოთეკაში მაინც თუ წიგნის მაღაზიაში არა, ტრაგიკული გრადაცია. რატომ არ შეიძლება ეს გიგანტური მშენებლობები ისეთ პატარა ტერიტორიაზე როგორც საქართველოა? წაიკითხეთ 20 წლის წინ ამბობდა ჯერ კიდევ ქალბატონი ნაირა. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ უყურებდით გადაცემას ჩვენ ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით.